Elhamdülillah, elhamdülillah, elhamdülillahi nehmeduhu ve nesta'inuhu ve nestağfiruhu ve ne'udhu billahi min şururi enfusina ve min seyyiati amalina. Men yehdillahu fela mudille leh ve men yudlil fela hadiye leh. Neşhedü en la ilahe illallah vahdehu la şerike leh ve neşhedü enne seyyidena Muhammeden abduhu ve resuluh. Allahümme salli ve sellim ala seyyidina Muhammedin ve ala alihi ve ashabihi ecma'in. Emma ba'du fe ya ibadallah ittaqullaha ve ati'uh. İnnallâhe me'ellezîne etteqev vellezîne hum muhsinûn. Kâlellâhu Teâlâ fî kitâbihil kerîm. Eûzu billâhi mineşşeytânirracîm. Bismillahirrahmanirrahim. Ya eyyühellezîne âmenû kutibe aleykumus-siyâmu kemâ kutibe alellezîne min qablikum leallekum tettekûn. Sadakallahul azim. Ve kâle Resulullah sallallahu aleyhi ve sellem men sâme Ramazâne îmâne ve ihtisâben gufire lehu mâ teqeddeme min zenbih. Sadaka Resulullah fîmâ qâl ev kemâ qâl. Zvirpaso morწმუნეებო. Უსაზრო მადლიერება უზენაეს ალლაჰს რომ კიდევ ერთხელ მოვესწარით მადლმოსილი რამადანის თვის დადგომას. დაგვიბოძა შესაძლებლობა სულიერი სიმშვიდით შევეგებოთ მას. ვევედროთ დიად გამჩენს ეს თვე თითოეული მორწმუნისთვის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, სრულიად ისლამური სამყაროსა და მთელი კაცობრიობისთვის მადლის, მიტევებისა და მშვიდობის გამტკიცების პერიოდი იყოს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, სავალდებულო გახდა თქვენთვის მარხვა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების ღვთისმოშიშნი შეიქმნეთ. ესე იგი მარხვით ადამიანი მიაღწევს ღვთისმოშიშებას და დაცული იქნება ყოველივე ცუდისგან. ალლაჰის შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ ბრძანებდა რომ მარხვა ცოდვებისგან დამცავი ფარია. რამაზანი არის პერიოდი, როდესაც სულიერების კლიმატში ღვთისმსახურების ცნობიერება პიკს აღწევს. გულები ღვთიური წყალობით ხარობს, ცუდი ზრახვებისგან იწმინდება და ადამიანი როგორც საკუთარ თავთან, ასევე დიად გამჩენთან სრულიად ახალ კავშირს ამყარებს. მარხვის სიხარული მხოლოდ შიმშილისა და წყურვილის მოთმენა არ არის. ეს არის შინაგანი გამარჯვება საკუთარ ვნებებზე, საკუთარ სისუსტეებზე. რამაზანი ის თვეა, რომელშიც დედამიწაზე მოვლინდა წმინდა ყურანი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს. რამაზანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზას ხალხთათვის და ცხადცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა ბათილისაგან. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში. და ვინც ავად იყოს ამ გზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში. ალლაჰის ნებაა თქვენთვის შვება და არავნება. ამ თვეში ყურანი არ უნდა დარჩეს მხოლოდ თაროზე დადებულ წიგნად. ის უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავრი, ჩვენი ქცევის, საუბრისა და გადაწყვეტილებების მიზანი. ალლაჰის შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ გვაუწყებს, როცა რამაზანი დგება, სამოთხის კარები იღება, ჯოჯოხეთის კარები იხურება და სატანა ბორკილებ დადებულია. ეს არის ღვთიური წყალობის სეზონი, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, შევალთ თუ არა ამ გახსნილ კარებში, გამოვიყენებთ თუ არა ამ შესაძლებლობებს. რამაზანი გვაძლიერებს სიყვარულის, პატივისცემისა და თანადგომის გრძნობებში. გვასწავლის იფთრის გაზიარებას, საჰურის სიუხვეს, ბარაქიანობას, ზექათისა და ფითრის მეშვეობით გაჭირვებულთა მხარდაჭერას. გვახსენებს, რომ
უპოვართა დახმარება, მეზობლური უფლება-მოვალეობების გათავისება და მზრუნველობა მოკლებულთა ხელის გაწოდება ამ ქვეყნიური და იმ ქვეყნიური ბედნიერების საწინდარია. ძვირფასო მორწმუნეებო, არ ვიცით, კიდევ ერთ რამაზანს მოვესწრებით თუ არა. ამიტომ ეს რამაზანი ისე დავიცვათ, თითქოს უკანასკნელია. როცა ალლაჰის შუამავალი მარხვას ცოდვებისგან დამცავ ფარს ადარებს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ფარი მაშინ გვიცავს, როცა მას სიტყვითა და საქმით არ ვარღვევთ. ჰალალსა და ჰარამს ყურადღებით ვეკიდებით. შუამავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვესელემ ასე გვაფრთხილებს. ვინც არ მიატოვებს ტყუილის ლაპარაკს და მასზე დაყრდნობილ ქმედებებს, ალლას არ სჭირდება მის მიერ საჭმელსა და სასმელზე უარის თქმა. მარხული ადამიანი უნდა მოერიდოს ცუდი სიტყვებით საუბარს, კამათს და ჩხუბს საზოგადოებაში. ხადისში ვკითხულობთ, თუ ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებთ ან ჩხუბს აგიტეხთ, უთხარით, მე მარხული ვარ. მარხვის სამართლებრივი განსაზღვრება არის განთიადი და მზის ჩასვლამდე თავშეკავება საკვებისა და სასმელისგან, ხოლო მისი სულიერი სრულყოფა დამოკიდებულია ადამიანის ენის, მზერისა და ქცევის დაცვაზე ცოდვისგან. რამაზანი არის დრო, როდესაც უნდა ვილოცოთ, რომ დასრულდეს ომები, შეწყდეს სისხლისღვრა, ობოლთა ტირილი, ჩაგრულთა ცრემლი, ვევედროთ ალლაჰს, დაიცვას ყოველი მორწმუნის სიცოცხლე, ქონება, ღირსება და რწმენა. მიტევება ამ თვეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მას მიუტევოთ ერთმანეთს, გავახაროთ ერთმანეთის გულები, გამოვიჩინოთ პატივისცემა მოხუცთა მიმართ, სითბო ბავშვების მიმართ, მზრუნველობა მშობლების მიმართ. ვემსახუროთ დიად გამჩენს ისე, რომ მისთვის მისაღები იყოს ჩვენი ლოცვა და კეთილი საქმეები. ვუსურვებ სრულიად ისლამურ სამყაროს მადმოსილებით ახსავსე რამაზნის ღვთისმსახურებაში გატარებას. შევთხოვოთ უზენაეს ალლაჰს, მოგმადლოს წყალობა, მიტევება, სულიერი სიმტკიცე და მშვიდობით მოგვასწროს რამაზან ბაირამს. ხუთბა კი ალლაჰის შუამავლის სალლალაჰუ ალეიჰი ვესელემ შემდეგი სიტყვებით მინდა დავასრულო. ვინც რწმენით და ალლაჰისგან ჯილდოს მოლოდინით დაიცავს რამაზანის მარხვას, მას წარსულში ჩადენილი ცოდვები მიეტევება. ელა ინ ახსენელ ქელამი აბლაღან ნიზამ ქელამულლაჰილ მელიქილ აზიზილ ღალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون. بسم الله الرحمن الرحيم.